მეთქვა დაკუსით გაგაძლიეროთ. თაყვანისმცემლად მამასა და ძესა და წმინდა სულსა სამებასა ერთარსებასა და განმყოფელსა. თაყვანისმცემლად ყოვლადწმინდა სამებას ქრისტიანობას არის მკაცრი მონოთეიზმი, ერთი ღმერთის სამგვამოვანი ერთ არსი, ყოვლადწმინდა სამების მონოთეიზმი. ეს დიდი ჭეშმარიტებაა ძალიან, რომელიც წამსში ნათლად არის მოცემული. წამს ერთი ღმერთი და ასე შემდეგ, ხო? გახსოვთ. დეტალურად არის იქ ყველაფერი. ამიტომ ჩვენ მეტი უნდა ვიგოსოთ, რომ ეს დოგმატი გაგვეხსნას ყოვლადწმინდა სამების დოგმატის შესახებ შინაგანი ჭეშმარიტების შეგრძნება ამისა, იმიტომ რომ ბრძენის კი არის, ვინც იცის ჭეშმარიტება. ეს უკვე დიდი საქმეა, რომ შეიცნო ჭეშმარიტება, მაგრამ ბრძენი ის არის, ვინც ამ ჭეშმარიტების გადმოცემა შეუძლია, გადაცემა შეუძლია გაშლა და ქადაგება სხვა ადამიანთათვის, რათა არა მარტო თვითონ იცოდეს, არამედ სხვა ადამიანებს ხალხსაც ეს ჭეშმარიტება ასწავლოს. თაყვანისმცემლობა მამისა და ძისა და წმინდისა სულის. ამიტომ აი ეს არის ნამდვილი სიბრძნე. ამიტომ ქრისტეს ნათელი ეს მოწმობს ზუსტად ამაზე. პირველი ნათელი ღმერთია, მეორე ნათელი ანგელოზთა დასნი, მესამე კიდე ჩვენ ადამიანთა სულები. ეს ნათელი ქრისტესი რომ დაინახოს ადამიანმა შეიცნოს ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, ამისათვის მისი გონება უნდა განიღმრთოს. იმიტომ ჯვარია რაციონალური გონებისათვის ინტელექტისთვის ჯვარია ყოვლადწმინდა სამების დოგმატი. ერთი არსი, სამგვამოვანი, ეს ძალიან ზებუნებრივი გამოცხადებაა. მაგრამ სარწმუნოებაში წინსვლის პირდაპირ პროპორციულად ეს ამ ხატის კარედი, ასე ვთქვათ, იღება ადამიანის წინაშე. ამიტომ რომ შეიცნოს და დაინახოს ადამიანმა ეს ჭეშმარიტება, მისი გონება უნდა განიღმრთოს და ონტოლოგიური ცვლილება უნდა განიცადოს, ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში გადადის. არის ისეთი ჭეშმარიტებები, მაგალითად, წამსი ისეთი ღვთაებრივი გამოცხადება, რომ ადამიანის გონება განსაკუთრებულად განწმენდილი უნდა იყოს ამ ჭეშმარიტებების შემეცნებისთვის, გონებას და გულის, მთელი ადამიანის სული, სამშვილი და სხეული. წამსი ეს ისეთი გამოცხადებაა, ხო, ხელის გულზე შეიძლება დაიწერო წამსი, მაგრამ მთელი ცხოვრება არ ეყოფა მის განმარტებას. რომ ადამიანის საერთოდ უნდა შეიცვალოს და ცვლილებების პირდაპირ პროპორციულად უფრო და უფრო ღრმად იღებს ამ საიდუმლოების შესისხორცებას. და უფრო ღრმად შედის ამ საიდუმლოებში. ქრისტეს ნათელს ხედავს ესეთი განხთობილი გონება, ხედავს კიდევაც და მასშიც არის. როგორც რაღაცა გარეშე მოვლენას კი არ ხედავს ნათელს ქრისტესაც ადამიანის გონება, ადამიანის განიწმინდება, ეზიარება, მალts იღებს, არამედ ამ ნათელშია თვითონ სუფევს ამ ნათელში. შედის მასში ეს ნათელი. ხო? ამიტომ როგორც განხთობილი გონება ხედავს და ამ ნათელში, ასევე ადამიანი თვითონ მთელი არსებით შედის ამ ნათელში. ლოცვით, მარხვით, იესოს ლოცვით, ხო? ჯერ სიტყვებით, მერე უსიტყვოდ, მერე უკვე გული თავისთავად გულში ციკლირებს ეს ლოცვა. ეს უკვე მაღალი დონეები, სიხასტების დონე, ამას სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და იესო ისიხასტი წერენ ამაზე, მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნე, მთელი საწყის მოყვარეობა ამის შესახებ არის. ძალიან რთული ეს ერში ამის მიღწევა, მაგრამ ჩვენს დონეზე შეიძლება და უნდა მივახციოთ კიდევაც, რატომაც არა, უფრო მეტი შეგვიძლია ჩვენ ვიდრე გონია. მოვინდომთ უფრო მეტი და აუცილებელი არ არის ვარსკვლავებს ხვიდავდი ადამიანი. ცოდვილი ადამიანი მონანული უყვარს უფალს, სხალობს მას, გასმენს მას და იგი გადადის სხვა მდგომარეობაში, უფრო მაღალ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ეს თქვენთვის არის ეს ყველაფერი. რაცა უნიკალური, განწმენდილი წმინდანთა კასტა კი არ არის ქრისტიანობის, ელიტარული მოძღვრება არ არის ქრისტიანობა. ეს არის უბრალოდ ცოდვილი ადამიანებისთვის. ცოდვილი ხალხისთვის არის ეს, იმიტომ რომ ცოდვილი ვართ ყველა და ზუსტად ეს ცოდვილობა არის ის საფეხური, რომელიც ჩვენ დასაყრდენი არის. რომელიც ჩვენი დასაყრდენი, უნდა დავეყოთ ამ ცოდვილობას, მოვინანიოთ და ღვთისმრწმენით განვიწმინდებით რა, უფრო მაღალ საფეხურზე ავალ გავეხსენოთ წმინდა ივანე კიბის აღწერა.
ცოდვილი რო ხარ, ზუსტად ეს არის თავარი ბიძგი, რო უკეთესი გინდა გახდე, თორე ცოდვილი, ცუდი თუ უარესი გახდა რა გამოდის მაშინ. ცუდი, კარგი უნდა გახდეს, კარგი. უნდა გახდეს უკეთესი. ამიტომ ამისათვის არის უამრავი პრაქტიკა საჭირო. ხშირი ზიარება, ლოცვა, მარხვა, რომელსაც ახლა ვაკეთებ. ეს გამოცდილებას იძლევა. არის პრაქტიკა, არის გამოცდილება. არის გამოცდილება, არის პრაქტიკა. ეს ერთი რეალობის ორი ასპექტია, ორი მხარე ერთი მერტის. პრაქტიკა და თეორია. თეორია და პრაქტიკა. ასკეზა, ვარჯიში, სულიერობაში და რა თქმა უნდა, ღვთაებრივი შემეცნება, გონებისა და გულის განწმენდა, სახარების კითხვით, წმინდა წერილის კითხვით, ღვთის დიდებისადმი ჭვრეტით, ღვთის დიდების მცდელობით. და ღმერთის ადამიანის დანიშნულება ეს არის ღმერთის დიდება, ერთი ღმერთის დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. მისი დიდებაა დანიშნულება ადამიანის. ამ დანიშნულებას არ უნდა აცდეს. ეს არის თავარი. იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ ის კომუნიზმის დროს თუ კომუნიზმის ადიხო, რასაც უძახთენის სხვა იყო რაღაცა 70 წლიანი წითელი ალქიმიის დროს, მე ვიტყოდ წითელი ასე ვთქვათ ინკვიზიციის დროს, წითელი ასე ვთქვათ ეგვიპტის დროს. ხო? ტოტალურ კერპთაყვანისმცემლობაში ჩააგდეს ხალხი. პრიმიტიული ფეტიშისა და ტოტემიზმში ჩააგდეს რა. აი ეს როგორ გაგაცნობთ არ მოდი წითელი დროშები და ასე შემდეგ შვიდობა მაისი და შრომაო და დაიქცა მთელი დედამიწა ლამის და ამიტომ ანთროპული ცვლილება მოხდა ადამიანთა სულებში. ანთროპული ცვლილება მოხდა. ის ძალები, რომლებიც ღვთის ძალები, რომლებიც მუშაობს და უნდა იმუშაოს ადამიანთა სულებში, სამშველში და სხეულში, ამ ადამიანურ ანთროპულ მასაში, ანთროპულ უზარმაზარ ოკეანეში, ამ ძალების მაგერად სხვა ბნელეთის ძალები მუშაობს. და საშინელი ვთქვათ შეუქცევადი მონანიებით შეიძლება შექცევადი იყოს გახდეს სოდვა პირველი მეორე ცნების წინაშე საშინელი ხო გახსოვთ პირველი მეორე ცნება ახლა ხო იცით პირველი მოვიცვათ ცნებაც გამიტანეს თუ არა და ისწავლეთ და წავიკითხოთ დავიზებოთ და რთულ წამსი ხო ვიცით ზეპირად ესეც უნდა ვიცოდეთ განსაკუთრებით პირველი მეორე ცნება ხო ყველა ცნებაა დასაცავია და ყველა ცნების დარღვევა ცოდვა მაგრამ მაინც და მაინც პირველი და მეორე ცნება ყველაზე მძიმედ ისჯება მასობრივ დონეზე იქნა ამით რღვევა ამან გამოიწვია შეუქცევადი ცვლილებები ადამიანთა სულში სამშველში სხეულში დაასუსტა დააუძლო ის ძალები რომლებიც უნდა მოქმედებდეს ადამიანის სულში ქრისტეს ძალა იმ ძალის მაგივრად ცარიელი არჩება ღვთის ქმნილება ღვთის წმინდა ადგილი იქ შევიდა სხვა ძალა და მივიღეთ ანთროპული ცვლილებით ადამიანთა ესეთი შეცვლილი ვერსია. მაგრამ რა თქმა უნდა ამის გამოსწორებაზე მუშაობს ეკლესია, წლები, რამდენი ათწლეულია უკვე, მაგრამ ეს მაინც ძნელად სწორდება. ძნელია, ძალიან ძნელი, წლები, ათწლეულები მიდიოდა ეს მოვა ღვთისა. ამ ქანქარის გაჩერებას ძალიან დიდი დრო უნდა. ეს ჯერ ნულს არ გატოლებია ის ძველი ინერცია. უნდა გაუტოვოს ნულს, რომ მე საპირისპირო მხარეს დაიწყოს მოძრაობა. ჯერ საპირისპიროზე არ არის წასული. ამას გაჩერდეს ეს. მაგრამ ჩვენც უნდა ვიშლოთ და ვილოცოთ ამისათვის. ეს რეალობის მოდელი, ჯოჯოხეთის პროექცია, რომელიც შეიქმნა საბჭოთა დროს და იმის ქსეროასლი კიდე ახლა არის, ეს ადვილად არ გადის. თლა ჯოჯოხეთი არა, მაგრამ ქსეროასლი წარმატებით იქნა პროექცირებული და ასე ვთქვათ, ჭყალებში წარმატებით იქნა ასე ვთქვათ ეს მოდელი ამ რეალობისა. მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ამაზე, აღებული ხართ თქვენ ამას სოფლიდან. ამიტომ თქვენ ერთადერთი რაც შველის ამას რომ გამოხვიდე ამ ჩიხიდან, მენტალური ჩიხიდან, კერპთაყვანისმცემლობისა და წარმართობისა, ტოტემიზმისა, ფეტიშიზმისა, ერთადერთი ეს არის უფლის თაყვანისმცემლობა. ერთი ღმერთის თაყვანისმცემლობა. თაყვანისმცემლობა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ხოლმე ამას ხოლმე ღვთის დიდებას, ხოლმე წმინდა სამებას თვითონ შეუძლია ადამიანები ამ წუმპედან ამოიყვანოს და გახსნილი გზა აჩვენოს, რომელიც გახსნილია. ადამიანის გონება, ადამიანთა მასა, რომელიც ჭრეთს რეალობის ამ მოდელს, ასე ვთქვათ, აღიქვამს მას, როგორც ასე ვთქვათ, როგორც ეთავაზება მას. მაგრამ უნდა აიქვას ეს არა ისე როგორც ეთავაზება მას ის კონსტრუქცია. უნდა აიქვას ის, როგორცაც
ქრისტე ხადაგებს, როცა როგორც სახარებისეული გამოცხადება აძლევს მას. სახარებისეული გამოცხადება ადამიანს აძლევს სულ სხვანაირ მსოფლმხედველობას, სულ სხვანაირ მსოფლ შეგრძნებას, მსოფლ გაგებას, როგორც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არის, ხო? ამიტომ ინდივიდუალური ინტერპრეტაციები არ არის საჭირო. ინდივიდუალური ინტერპრეტაციები მხოლოდ ერესში აგდებს ადამიანს. მოცემულია ზოგადი გამოცხადება, საღვთო გამოცხადება, წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემული. რაც არანაირ ინტერპრეტაციას გარდა ახსნა განმარტებას ითხოვს და შეიძლება, მაგრამ მოცემულია ახსნა განმარტება ყველაფერი სახარების, წამსის ყველაფერი ათასობით გვერდი არ მარტო წამსის განმარტება. მაგრამ თავისუფალი ინტერპრეტაციები ამ შემთხვევაში ბრჭყალებში თავისუფალი გადახვევები პირდაპირ ერესში გადადის და ადამიანში კიდევ მეტ გამურდებას იწვევს. და რეალობას უკვე ისეთ ფილტრს უდებს, რომ ადამიანი რეალობას ვეღარ აღიქვამს, ისე როგორც უნდა იყოს. რისი საშიშროებას დღესაც არსებობს. ამიტომ პირიქით, მეტი უნდა ვილოცოთ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი განხთობილი გული, გონება, სული სამშვენივრად მთელი ადამიანი თეოზისი უნდა განიცადოს, განიღმრთოს. იესოს ლოცვა არის ძალიან კარგი, იესოს ლოცვა, მოძღვრის კურთხევი. ჩვენ სიტყვებით როგორც აღვნიშნე, მე უსიტყვოდ აი შინაგანი დიალოგის გარეშე. უსიტყვოდ, აი დააკვირდებით. შინაგანი დიალოგის აზრამდე და აზრის შემდეგ, რაც პაუზა წარმოიშვა, აი უნდა ჩაჯდეს ეს იესოს ლოცვა. მონ მოძღვრის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, გამოსტილი ვთქვათ ხელმძღვანელი უნდა აქვს და ცოტა ძნელი ერში, მაგრამ რაღაც მცირე დოზები, მცირე ასე ვთქვათ, როგორც ჩაის კოვზი დრეში სამჯერ, ხო, წამალი არის. ერთი დაუშვათ სუფრის კოვზით არის, წვეთით, ხო, ხო შეიძლება თვალში ესაციტოთ, შეიწვეთო ყურში, ან ცხვირში, ხო? ყველაფერს თავისი ისა აქვს, ასე ვთქვათ. მე თავისი საზომი აქვს. იმ შესაბამისად, საზომისა ის ვისაც სამი წვეთი არის ბევრი, ერთი ზოგისთვის, ერთი ნახევარი კილა შეიძლება ცოტა იყოს, რა ვიცი. გააჩნია, რამდენ შეისუნთქავ, რამდენ ლოცვას შეისუნთქავ. მერე გააჩნია, რამდენ ამოისუნთქავ მერე სიყვარულით, ხო? ამიტომ იესოს ლოცვა ჯერ სიტყვებით, მერე უსიტყვოდ, მერე გულში ბრუნავს ეს ლოცვა თვითონ. თითქოს ის თავისთავად ბრუნავს, ეს უკვე მაღალი დონეა. და თბება გული და სხვა განწყობილებები გული თბება. ადამიანში სხვა გზნობები შემოდის, აქ საფრთხეები წარმოიშვა, ხიბლში ვარ შევიდეს, უნდა ყურადღება აუცილებლად და ასე ვთქვათ, დუმარება ახლა. მაგრამ ესე ერში ამას ვერ გააკეთებ. ადამიანი დუმარებაში დაიწყო აქ და ვიღაცა რაღაცას გეკითხება და მას არ იღებ, ვერ არის ესა რა რაღაც შეიძლება რაღაცა გაუგებარი წარმოდგენა შეიქმნას შენზე. ამიტომ დუმარება შინაგანი მდგომარეობაა და არა არ ლაპარაკი. ესეც კიდევ სხვა არის, აქაც ის გაგებავა. დუმარება, გონების მდუმარება, ესა გაჩერება გონებისა ქრისტეში. ესეც ძალიან მაღალი დონე არის, მაგრამ შეიძლება ამის დრო და დრო მცირე ცდილობით მიღწევა. შემდეგ მოგეცემა რაც საჭიროა ისაა. შინაგანი დიალოგის საქმე, ზოგჯერ და აქმა რეალობისა ისე როგორც ეს არის. როგორც არის რეალობა. რეალობა იგივე რჩება, მაგრამ რაღაც სხვანაირი ხდება. რა თქმა უნდა, ეს ონტოლოგიური სხვა მდგომარეობაა. ისიხის მდგომარეობა, მაგრამ ერში ვიმეორებ ამის რაღაც ასკეტური ძალიან ექსტრემალური ასკეზა უნდა ამას, მაგრამ ამას ერში შეიძლება მისცემა. ლოცვით, მარხვით, ჩვეულებრივად ახლა როგორც ეზიარებით. ხო თუ დააკვირდებით, აი როდესაც სანამ ეზიარებით, სხვა მდგომარეობაში ხართ, რო ეზიარებით, რაღაცა ყველა ინდივიდუალურად ხო ხდებით, რაღაც სხვა მდგომარეობაში გადადის, სული, სამშვენი და სხეულიც. ატყობთ ხო თქვენ, სხეულიც სხვანაირი ხდება, შეგრძნება სხეულის. იმიტომ შენ სხეული ხო არ ახარ. მარხვა არისთვის რომ გააცნობირო, შენ სხეული არ ახარ მარტო და სხეულისთვის არ ჭამდა არ სვამს, სხეულის გამოსაყვებად არ ცხოვრობ მარტო ამ ქვეყანაზე. მარხვა ამისთვისაა რომ გაიგო, შენ არ ხარ მარტო სხეული. რომ შენი პრინციპი არსებობისა არ არის ბიოლოგიური პულსი, შენი პრინციპი არსებობის არის სულიერ პულსში. სულიერი პრინციპი რაშია? უფალში. ამიტომ აი მარხვა ამისთვისაა რომ ეს სოდვის ფილტრები, სოდვის ჩარჩოები მოიხსნას გონება შეზღუდულობისა, შინაგანი ცოდვებით, მოუნანიებელი ცოდვებით, თუმცა მონანიება ხსნის გზას. ამ ბოღმა, ეგოიზმი, მონანიება, შინაგანი, ასე ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულება, წინა აზრები რეალობაზე
აპრიორულად უკვე ჩამოყალიბებული აზრები ამა თუ იმ რამაზე და არა ისე როგორც არის ეს გონება ამატებს ჩვენი გონება გული ამატებს განუწმენდელი გონება და გული ამატებს რაღაცებს მაგრამ რო აღიქვა ყველაფერი ისე როგორც არის ამისათვის საჭირო მეტი ლოცვა სულიერი გაწმენდა და სულიერი დამშვიდება ქრისტეში გაჩერება ეს ძალიან დიდი თემებია შეიძლება ლექციაში გადავიდეს ახლა ამიტომ მოდით ლოცავთ მეტი ვილოცოთ ხშირად ვეზიაროთ დაყოლისოთ მამასა და ძესა და წმინდა სულსა საერთოდ ერთასებასა და განუყოფილსა ის რაც შედის მამაუჩვენოში შევეცადოთ თუ ჯერ ის გავიგოთ მარტო მამაუჩვენოს განმარტება არის ასობით გვერდი მარტო მამაუჩვენოს განმარტება ხო თითქოს პატარა ლოცვა ხო მთელი სახარებაში მარტო მამაუჩვენო გაიგო ვევედროთ ვილოცოთ ახალი თავიდან არაფრის გამოგონება არ არის საჭირო არანაირი ყველაფერი მოცემულია ზამზაროვნად ღვთის მიერ და წმინდა მამების მიერ რაც არის მოცემული შევისისხორცოთ იყავ ნება შენები თაცა ცატაში ნებეცა მოყავებს ზედა დანუ შემიყვანებს ჩვენ გასასწრებს არავინ მიხსნის ჩვენ ბოლოც არ უწერი აი ეს არის ბოლოს მათ თავდება ხო თუ ძალიან ბევრი მოსაჩუთა სიფსის ხალხს მეხება ძალიან ეს ძალიან დემონური გავლენები ძალიან ბევრია ეხლა დიდი თემა კიდე ამაზე არ დავიწყებ ისეთი გავლენებია ჩვენ წარმოდგენა არ აქვს ეს გავლენები იმდენად სულად მოქმედებს ადამიანზე ზოგჯერ იძახება მე რატო ვარ თხასიათზე არაფერი არ ყოფილა და რაღაცა ვერა ვარ რაღაცა მძიმე მენტალია მძიმე სულიერი ატმოსფერო იმიტომ არის რომ შენ ვერ ამშე ყველაფერ რას შენ ვერ ხედავ ყველაფერს ყველაფერი დაგანახოს ფსიქიკა ვერ აიტანს ჩვენი ბრძოლა არ არის ხილული სინამდვილე ჩვენ უხილავი სინამდვილე იმ უხილავს ვერ ხედავ ხილულს ვერაფერს ვერ უშვები საცუდაო ადამიანი უხილავს რას უზავ თან აი ამ მოსაჩუთა სიფსის გამრუდებულ დროისა და სიფსის კონტინუუმში ვარ გამრუდებულია ძალიან ბევრი რამე გამრუდა გასამართია ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ლოცვა გმართებს ძალიან ბევრი რამე გავაცნობიეროთ თუ და გავიგოთ განვმართოთ სწორად გადვაცნობიეროთ და ისე გავაკეთოთ და იმდენად იმ დროს ისე როგორც ამბობს უფალი როგორც არის ეკლესიას გვასწავლის რომ გზა გაიხსნას ცოტა მცირედ არ უნდა ნახტომების პრეტენზია მცირედ ვიარო წინ რასაც ყველას გისურვებთ